UFC 250-ზე ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდა, რის გარშემო ძალიან ბევრი საუბარი იყო, ბევრი მithმა-მოთქმა იყო, შედეგის გამო, ბევრი სკანდალიც იყო, თუმცა მინდა რომ სკანდალებს ბოლოს შევეხო, მანამდე მინდა რომ უშუალოდ ბრძოლა განვიხილო და მე ბრძოლიდან ლოგიკური მაგავაკეთო ამ სკანდალზე, მაგრამ სამ მაგაზეც გადავალ, მინდა გითხრათ რომ დღეს ორშაბათი არის, ორშაბათს ვწერთ, როდის დაიდება ეს ვიდეო ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ამ ეტაპზე არაფერს არ აქვს მნიშვნელობა გარდა ილიას ჯანმრთელობისა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ილია იქნება ჯანმრთელი, ასე ვთქვათ. არ იქნება დაზიანებული, ზედმეტი ტრავმები არ იქნება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე დაგვიბრუნდება, იმიტომ რომ მაგაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის. მან სასწორზე და მისი ჯანმრთელობა ამ ბრძოლის გამო ძალიან, რა ვიცი, ვაჟკაცურად იჩხობა და ძალიან დასაფასებელია ეს ყველაფერი და მინდა რომ პირველ რიგში აქედან ხარდაჭერა გამოვუცხადო მას. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ბრძოლის განხილვაზე. რა შეცვალა ჯასტინ გეიჯიმ და უშუალოდ ტექნიკური ხარიდან რო შევხედოთ, რა გააკეთა ჯასტინ გეიჯიმ ესე კარგად, რამაც მას გამარჯვება მოუტანა. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ გაბარიტებს ძალიან დიდი უპირატესობა მიენიჭა ამ ბრძოლაში. კი, იქ იყო 70 კილოგრამში ორი ბრძოლა გამართა ილია თოფურიამ, ერთი ჯაი ჰერბერტთან და მეორე ჩარლზ ოლივეირასთან. თუმცა არც ერთ მებრძოლთან, ასე ვთქვათ, გაბარიტების გამო ისეთი სერიოზული პრობლემა არ შექმნია. კი, ჯაი ჰერბერტთან შეექმნა, მაგრამ ჯაი ჰერბერტს მაინც უხერხებდა, რომ კუთხეები კარგად მოეჭრა გალიასთან მieყვანა და მეორე რაუნდში გათიშა კიდევაც. ამ შემთხვევაში ჯასტინ გეიჯიმ ძალიან კარგად გამოიყენა მისი გაბარიტები. პირველ რიგში მინდა ჯებებზე გავამახვილო ყურადღება. როდესაც ჯებების გაცვლა მიდიოდა ამ ორ მებრძოლს შორის, ჯასტინ გეიჯი ყოველთვის პირველი იყო, ვინც ჯებს, ასე ვთქვათ, კარგად არტყავდა. აღსანიშნავია, რომ ჯებსაც კლასიკურად არ იქნებოდა. ძალიან მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ტანი უკან გაეწია, შეეტრიალებინა და მხრით დაერტყა და ასევე არ ურტყავდა ხოლმე მუშტს, ურტყავდა ამ ნაწილს. ზოგადად მსგავს დარტყმას იყენებენ, მათ შორის მეც გამომიყენებია ბრძოლაში, უშუალოდ მიწაზე. იმიტომ რომ ძალიან დამაზიანებელი არის. მარტივად ხედქავს კანს. როდესაც ეს ძვალს ეხება, კანის კდება პირდაპირ და ზიანი გაცილებით მეტი არის, ვიდრე როდესაც ხელთათმანის რბილი ნაწილი ხვდება, ასე ვთქვათ, სახეზე. კარგად იყენებდა მარცხენა ხელითაც და მარჯვენა ხელითაც ამ დარტყმებს, აი რაღაც უცნაურად რო უტყოდა მარჯვენა ხელით თქოს ზემოდან ქვემოთ ესე, ეს საკმაოდ დამაზიანებელი არის და ერთ-ერთი მიზეზი იყო ალბათ იმისა, თუ რატომ გაჩნდა ნაადრევად პირველივე რაუნდში ამდენი ჭრილობა. რაც თავარია, გეიჯი მას არ უტოვებდა ცენტრს და ძალიან კარგად მოძრაობდა წრეზე. არაძლევდა იმის საშუალებას, რომ გალიასთან მისულიყო, გამოეჭირა ილია თოფურიას გეიჯი. რამდენიმეჯერ იყო მაგის მომენტებიც, თუმცა იმდენად ქაოსური არის ჯასტინ გეიჯი, რომ მისი გამოჭერა არ იყო მაინც და მაინც მარტივი და ზუსტად მაგიტომ იყო, რომ მსგავსი მომენტები უფრო ნაკლებად ჰქონდა ილია თოფურიას. კი, მეორე რაუნდის ბოლოს ილიამ შეძლო ტანიდან დააგდო კიდევაც. მიწაზე სასწაული დომინაცია ჰქონდა, თუმცა მეორე რაუნდში იყო მხოლოდ მსგავსი მომენტი და მანამდე ან ამ რაუნდის შემდგომ, როდესაც მსგავსი მომენტები იყო, მაინც ახერხებდა გეიჯი გალიიდან გამოსვლას. ხანდახან შეტევაზე გადასვლით, ხანდახან კლინჩით ამ შეტევის ჩაშლით, ხანდახან კი უბრალოდ წრეზე მოძრაობით. ასევე აღსანიშნავია ვიტმენის ძალიან კარგი გეგმა, რითიც შეზღუდეს ილია თოფურიას თავის მოძრაობა, ეგრეთ წოდებული head movement. ილიას აქვს კრევის head movement-ი, ახასიათებს ხოლმე ქვემოთ, მარცხნივ ათამაშებს თავს, ყოველთვის დინამიკაში არის და ცდილობს, რომ ამ დინამიკიდან დარტყმა აიცილოს და შემდგომ დარტყმები განახორციელოს. თუმცა მას მერად ჯაი ჰერბერტთან ბრძოლა ჩაატარა, ილია მარცხნიდან მარჯვნივ კრივის გადახრებს იმდენად ღრმას აღარ აკეთებს ხოლმე. შედარებით ცოტას აკეთებს. იმიტომ რომ თვითონაც მიხვდა, რომ ამ გადახრაზე ქიქით მისი გამოჭერა შეიძლება პრობლემა იყოს. ჯასტინ გეიჯისგან ზუსტად ეგ მოსალოდნელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ პორიე ანალოგიური ჰაი-ქიქით დაიჭირა. და შესაბამისად ნაკლებად ამოძრავებდა ილია თავდაპირველად თავს მარცხნივ თუ მარჯვნივ და ცდილობდა რომ დარტყმა მიეღო. ვიტმენის და გეიჯის გეგმის ნაწილი ზუსტად ეგ იყო, ძალიან ბევრი ჯები გაუტარა. ცდილობდა რომ ჯები იმდენჯერ მოერტყა, სანამ არ შეაწუხებდა ილიას და ილიას აიძულა რომ ჯები უკვე ან მარცხნივ, ან მარჯვნივ გადახრით აეცილებინა. თავდაპირველად ილია ხშირად ცდილობდა ასევე ამ ჯებზე მარჯვენის გადატარებას, რაც საკმაოდ წარმატებულად გამოვიდა და ძალიან ბევრჯერ დააზიანა კიდევაც და რამდენიმეჯერ მომეჩვენა, რომ ძალიან ახლოს იყო ფინიშთან. თუმცა აქ ერთვება გეიჯის მეორე შემზადება ამ ბრძოლაში, რომელიც იყო მისი მარჯვენა აფრიკათი.
ზოგადად ვიცით, რომ გეიჯი აფრიკას ძალიან კარგად იყენებდა და ამ ბრძოლაში საკმაოდ კარგად გამოიყენა, როდესაც ჯებს ურტყავდა, თავის ჯებს ტოვებდა ხოლმე, ილიას კისერზე კიდებდა და შემდგომ მარჯვენა აფრიკათით ცდილობდა, რომ ზიანი მიეყენებინა. ეს არის ეგრეთ წოდებული dirty boxing-ის ტექნიკები, რომელიც გეიჯის ახასიათებს და რომელიც ვიცოდით, რომ მას ახასიათებდა, მაგრამ აქ თავარი სხვა რაღაც არის. 2 რაუნდის განმავლობაში ჯასტინ გეიჯი ჯებით და მარჯვენა აფრიკათით მუშაობდა მხოლოდ და მხოლოდ. ასევე კარგად აკეთებდა რას? პირველივე წამებიდან ტეიქდაუნის ჩვენებებს აჩვენებდა და ვიტმენს ჩემი აზრით საკმაოდ კარგად ყავდა შესწავლილი ილიას ტეიქდაუნ დიფენსებიც. ანუ მოდი გავიხსენოთ ბრაის მიჩელთან ტეიქდაუნ დიფენსები. ილია მიცოდა, რომ მიჩელისგან ტეიქდაუნები მოსალოდნელი იყო. როგორც კი მიჩელი ტეიქდაუნს დააპირებდა, წელს უკანაგდებდა ილია, რაც ავტომატურად მის თავს დაბლაწევდა. ეს მოძრაობა შესამჩნევი იყო, თუმცა მაგალითად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრისაც ისეთი შესამჩნევი არ იყო, რომ ამაში ჯასტინ გეიჯის შესაძლებლობები დაენახა ვინმეს, თუმცა ვიტმენმა ეს დაინახა. იმიტომ რომ გეიჯი ჩვენებას აკეთებდა და შემდგომ მარჯვენა აფრიკათით ამოდიოდა. თან ისედაც სიმაღლეში უპირატესობა ჰქონდა ჯასტინ გეიჯის ილიასთან, შესაბამისად უფრო მარტივი იყო ჯასტინისთვის, რომ აფრიკათები კარგად გაემზადებინა და მოერტყა ილიასთვის. 2 რაუნდის განმავლობაში ჯასტინი მუშაობდა ჯებებით და აფრიკათებით. მესამე რაუნდიდან უკვე როდესაც ვიტმენი შევიდა და კუთხეში დაუდგა გეიჯის უთხრა, რომ ახლა უკვე დრო არის, რომ ჩვენი კიკები ჩავდოთ. დაიწყო მესამე რაუნდი, მანქანაც გამოიყენა კიკები, თუ სწორად მახსოვს ჯასტინმა, თუმცა მესამე რაუნდიდან უკვე შეიცვალა გეგმა. თუ აქამდე მხოლოდ ჯებს და აფრიკათს იყენებდა, მაგალითად, ეხლა აფრიკათს აჩვენებდა ხოლმე და ზემოდან მარჯვენა ოვერჰენდს იქნებდა ძალიან სპეციფიკურად. აი და ვიდეოსაც წეში რო ვახსენე, მუშტის ამ ნაწილს ურტყავდაო, ზუსტად მაგას აკეთებდა, რაც კიდევ უფრო ზდიდა ილიასთვის ზიანს და რამაც გამოიწვია ილიას ორივე თვალის ჩახურვა, ასე ვთქვათ. ასევე დაიწყო ჰაიკიკების გამოყენება, სულთა ჰაიკიკი არ გატარებულა ილიასთვის, თუმცა რამდენიმე მომენტში, თუ სწორად მახსოვს მესამე რაუნდის ბოლოს იყო ეს ყველაფერი, ჯასტინ გეიჯი ძალიან კარგი ჰაიკიკები გაუშვა. მაშინ როდესაც ილია ცდილობდა, რომ უკვე ეს ჯები არ მიეღო და ჰედ მომენტით აეცილებინა, მაგ დროს ძალიან კაი ჰაიკიკი გაუშვა რამდენიმეჯერ გეიჯი, რამდენიმეჯერ ცუდიც გაუშვა, მაგრამ ცდილობა შესამჩნევი იყო და მოარტყა. ამანაც იმუშავა. ლოუ-კიკებმა იმდენად არ იმუშავა, ჩემი აზრით, იმიტომ რომ პირველი ლოუ-კიკი, რომელიც მესამე რაუნდში ჯასტინ გეიჯიმ გაისროლა, ილიამ დაინახა და მარჯვენა კროსს შეახვედრა, შესაბამისად, ლოუ-კიკები იმდენად აღარ გაამზადა ჯასტინმა და პირდაპირ ჰაი-კიკებზე გადავიდა. ამ ყველაფერმა საბოლოოდ ის გამოიწვია, რომ საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა ილიას და ხო რა, ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ილიას სამწუხაროდ და რაც უფრო დრო იწელებოდა, მით უფრო გეიჯის თამაშის წესებით მიდიოდა ეს ყველაფერი. რაც თავარია, რა იყო გასაღები ერთ-ერთი, ეს გასაგებია, რომ მისი შეტევები ესეთი იყო, მაგრამ ილიას დარტყმებისგან გასაღები რა იყო ჯასტინ გეიჯისთვის. მესამე რაუნდი დაიწყო თუ არა, მეორე რაუნდის ბოლოს ვიტმენმა უთხრა, რომ ცენტრი არავითარ შემთხვევაში არ დათმო. როგორც კი მესამე რაუნდი დაიწყო, ჯასტინ გეიჯი კლინჩზე შეეკრა. კლინჩი, ჭიდაობა, dirty boxing-ი ეს იყო იმის გასაღები, რომ მოკრევესთვის, ანუ წმინდა მოკრევეს როგორც ილია არის, მისი წმინდა მოძრაობები, ამპლიტუდური გადახრები და ძლიერი დარტყმები შეეჩერებინა, იმიტომ რომ ილიას ჭირდება, რომ კარგად გადაიხაროს, ამპლიტუდურად გადაიხაროს და მთელი დარტყმის გენერირება ეგრე მოახერხოს. თუმცა ეს ყველაფერი ვერ მოახერხა ილიამ, ზუსტად იმიტომ, რომ ჯასტინ გეიჯი უმალ კლინჩში ეკრებოდა და რაღაცა მცირე დამაზიანებელ დარტყმებს აყენებდა მას, ზიანზე იყო მოკლედ გეიჯი ორიენტირებული. როგორც კი ილია წინ გადადიოდა, მაშინვე კლინჩში ეკრებოდა, მაშინვე თვითონ იწყებდა კომბინაციას, არაკეთებინებდა ილიას 3-4 დარტყმიან კომბინაციას და ეს იყო განსხვავება გეიჯისა და ილიას სხვა მეტოქეებს შორის. და ზოგადად ერთი შედარება მინდა გავაკეთო. მაქს ჰოლოვეი და ვოლკანსკი ავიღოთ ორი იდეალური მებრძოლი, რომელსაც ძალიან მაგარი სტრაიკინგი აქვს. ჰოლოვეიმ ჯასტინ გეიჯი დაშალა და ასე შემდეგ, თუმცა სტილისტიკა ძალიან ბევრს ნიშნავს. ილიას კომბინაციები არის აწყობილი ხშირად თავისი მეტოქის კონტრდარტყმებზე. როდესაც ჰოლოვეის და ვოლკანსკის ეჭხუბები მსგავსი კონტრდარტყმა შენ თუ სისწრაფეში და სკილებში კარგად გაქვს გამჯდარი, უფრო შეიძლება მარტივი იყოს და რატომ?
იმიტომ რომ Holloway-იც, Volkanovski-ც ორივე კლასიკურად სწორად იქნევს ჯებს და მარტივი არის რომ დაათაიმინგო მსგავსი მოძრაობები, იმიტომ რომ იცი თუ სწორად როგორ კეთდება ის, მაგრამ Gage იმდენად ქაოსური არის, იმდენად თავისებურად იქნევს ამ ყველაფერს, იმდენად რაღაცნაირ მოძრაობებს აკეთებს, რომ ხანდახან კი არა, ამ შემთხვევაში კონკრეტულად ძალიან უხერხული მოსარტყმელი, დასათარგეთებელი გახდა ილიასთვის. და ამანაც თავისი ფაქტორი იქონია ამ ბრძოლაში. მოკლედ ვიტმენის მხრიდან საკმაოდ კარგი გეგმა იყო, ჩემი აზრით, იმიტომ რომ მოახერხეს როგორც შეტევაში ილიას ჰედუმეთის შეზღუდვა და სხვადასხვა კომბინაციების გაკეთება პირველი ორი რაუნდის განმავლობაში და შემდგომ უკვე მესამე რაუნდიდან გეგმა შეცვალეს და ეს აშკარად დაგეგმილი იყო და არ იყო იმპროვიზაცია და ასევე იპოვეს გასაღები იმისა თუ როგორ ჩაეშალათ ილიასთვის მისი შეტევები და როგორ არ მიეცათ ილიასთვის იმის შესაძლებლობა რომ 4-5 დარტყმიანი კომბინაციები გაეტარებინა მას გეიჯისთვის. თუმცა ახლა აქ ერთვება მეორე ფაქტორი. ეს ვისაუბრეთ უკვე გეიჯის და ვიტმენის გეიმ პლანზე და რა მოუთხა ამას გამარჯვება და მოდი ახლა ვილაპარაკოთ უშუალოდ სკანდალებზე. და მოდი ახლა ვისაუბროთ უშუალოდ იმ სკანდალებზე და მithქმა-მოთქმაზე რა სამბრძოლის გარშემო არის. მე ბრძოლამდე ვიძახდი მაგალითად რომ ჩემთვის, როგორც მებრძოლისთვის, White House-ში ბრძოლა რომ შემოეთავაზებინათ ტრამპის დაბადების დღეზე, ამერიკელი მებრძოლის წინააღმდეგ, ცოტა, რა ვიცი, შეიძლება დისკომფორტი მეგრძნო რა ამ ყველაფრისგან, თუმცა ილიას ამ ყველაფრისგან დისკომფორტი საერთოდ არ უგრძნია. და საერთოდ არც ვამტყუნებ მე მაგ ყველაფერში. და ეგ არის ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომაც არის ეს მithქმა-მოთქმა. ტრამპი ზოგადად ისეთი როგორ თქვა, თავისებური ადამიანია, რომელსაც ცნობილია რომ რაღაც თავისი ეგოცენტრული მახასიათებლებიც აქვს, რომ UFC-ის ივენთიც კი, რომელიც შაბათს გამეტარდება ხოლმე საქართველოს დროით, ანუ კვირას გამთენიისას, გადაიტანა საქართველოს დროით ორშაბათს გამთენიისთვის, ანუ ერთი დღით გადაიტანა ივენთი მთლიანად. იმისთვის რომ თავისთვის დაბადების დღის ფართი მოეწყოთ, რა თავის დაბადების დღისთვის დაემთხვია. და თან ამერიკის დამოუკიდებლობის დღესაც არ ემთხვეოდა ეს ყველაფერი, ეს ყველაფერი იყო ტრამპის დაბადების დღის გარშემო აწყობილი ივენთი. რაც რა თქმა უნდა ლოგიკურ კითხვებს ვადებს. იმიტომ რომ, რა ვიცი, ტრამპი არის ძალიან ძველმოსილი ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლია და ლოგიკური მithქმა-მოთქმა არის იმაზე, რომ იქ ქართლს არავინ არ მოუგებდა და ამერიკელს მისცეს გამარჯვება. პირადად მე ამ ყველაფერს არ ვეთანხმები. ძალიან რთული წარმოსადგენი არის ჩემთვის, რომ UFC-ის ესეთი მაღალი დონის ბრძოლის გარშემო რაიმე ორგანიზებული შეთქმულება ყოფილიყო. ანუ ყოფილა დოპინგ სკანდალები UFC-ში, ყოფილა მაგალითად ისეთი დიდი მებრძოლის გარშემო, როგორიც არის ჯონ ჯონსი, რომელიც გოუთად განიხილება, მაგრამ ეს არის ორგანიზაციის მიერ რაღაც დაგეგმილი სკანდალი, ეს იყო თვითონ მებრძოლის გადაწყვეტილება. ასევე იყო TJ Dillashaw-ის მხრიდან მსგავსი რაღაცა. ანუ მსგავსი რაღაცები ისტორიას ახსოვს UFC-ში, თუმცა არ ახსოვს ისტორიას, რომ ორგანიზაციას პირი შეეკრას რომელიმე კონკრეტული მებრძოლის წინააღმდეგ. თან განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ UFC კომერციული ორგანიზაცია არის, რომელიც ფულის შოვნაზე არის რეალურად ორიენტირებული და ილიასნაირი ვარსკვლავის გაფუჭება ჩემი აზრით კომერციულად არავის არ აწყობდა. მაგრამ მანდ არის მეორე ფაქტორი, აი როგორ შეიძლება რომ გეიჯის დახმარებოდა ზემოდან ვინმე. ერთი არის დოპინგი და სტეროიდული დანამატები, რომელსაც რეალურად აქვს მართლა ის ეფექტი, რომ უფრო გამძლე ხდები, შენი კარდიო უფრო კარგია, დარტყმების შემდგომ სწრაფად გაქცევა აღდგენა და რეალურად ჩემი აზრით პრაქტიკულად შესაძლებელი იქნებოდა ის, რომ გეიჯისთვის, ანუ რო ვინმეს რომ მოინდომებინა ეგ ყველაფერი გაიკეთებინათ, მაგრამ ჩემი აზრით მსგავსი რაღაც არ მომხდარა, იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც რაიმე სტეროიდულ დანამატს მიიღებს, ფიზიკურად ეთყობა ხოლმე ეგ ყველაფერი, არის მაგაზე რაღაც მასალები და გეიჯი კი, რა ვიცი, საერთოდ ღიპით იყო გამოსული რა, ფაქტობრივად face-off-ებზეც რომ ნახეთ შესაბამისად, მაგიტომ ეიჭება რომ გეიჯის რაიმე სტეროიდული დანამატები ქონა მიღებული, უბრალოდ მე მთელი კემპის განმავლობაში გეიჯის მომზადებას თვალს ვადევნებდი, ხედავდი რომ მაგრად ემზადებოდა და ჩემი აზრით უბრალოდ კარგ ფორმაში იყო.
მეორე იმას ამბობენ, რომ ილიამ ეს ბრძოლა გაყიდაო, რაც არის აბსოლუტური სისულელი კი არა, შეურაცხყოფა ილიას მიმართ. ადამიანის მიმართ, რომელმაც MMA ესეთი ცნობილი გახადა. ადამიანის მიმართ, რომელმაც საქართველოში MMA-ს საერთოდ ახალ დონეზე აიყვანა, რომელიც მას პირველი კამარი მოგცა ჩვენ, ამას გავს შეურაცხყოფის მიყენება არ შეიძლება რა მებრძოლისთვის, რომელმაც ამდენი გააკეთა ჩვენთვის. ილია არის უდიდესი მებრძოლი. ილიას შედეგები ვინმე ან გაიმეორებს, ან არა ჩვენი ქვეყნიდან UFC-ში. იმდენად მაღალი არის მისი შედეგები. უბრალოდ იმხელა მაღალი თამასა არის ილიას მიერ უკვე შექმნილი ჩვენს აუდიტორიაში, რომ გვიკვირს მისი დამარცხება რა. და ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ პირდაპირ ილიას და მერაბისნაირი ჩემპიონები ყავდა ჩვენ და რაღაც ანუ პირდაპირ ძალიან დიდი ნახტომი ქონდა რაღაც UFC-ში მოხვედრიდან ჩემპიონობამდე და აი მაგალითად სხვა მებრძოლები, რომლებიც UFC-ში და UFC-ს გარეთაც იბრძვიან და დამარცხებიან ხოლმე, ქართული აუდიტორია გადაუვლის, იმიტომ რომ ოხ ილიასნაირი მაგარი ვერ ხარ. შესაბამისად ილიაზე თქვა, რომ ეს ბრძოლა გაყიდა მებრძოლზე, რომელსაც, რა ვიცი, იმდენი ფული აქვს, რომ შეიძლება სადახარჯოს არც იცოდეს, არის აბსოლუტური სისულელე, მარაზმი, შეურაცხყოფა და ამ ადამიანებმა ეს სპორტი ჩემი აზრით საერთოდ არ იციან. და მსგავსი რაღაც საერთოდ არ უნდა ახსენოთ, იმიტომ რომ ილიამ ამ ბრძოლაში სასწორზე დადო მისი ჯანმრთელობა. მესამე რაუნდის ბოლოს, როდესაც მას ბრძოლას უჩერებდნენ, ის მაინც გავიდა საბრძოლოდ, ყველაფერი ეგეთი რამე ისტორიას არ ახსოვს, რომ ექიმს ბრძოლა გაეჩერებინოს და მებრძოლს ექიმისთვის გადაწყვეტილება შეეცვლებინა. ანუ ყველაფერი გააკეთა ილიამ, რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა. ბოლომდე იბრძოლა, აღარ ქონდა ძალა, ენერგია, ვეღარ ხედავდა თვალიდან, მაგრამ მაინც ბრძოლაში იყო და მაინც თავისი ხასიათით ბოლომდე რაც შეეძლო გააკეთა. და არ ვიცი რა, ასეთი ბრძოლის მერე ეგეთი რაღაც როგორ უნდა თქვა, რომ ილიამ ეს ბრძოლა გაყიდა, ჩემთვის წარმოუდგენელია. იქ იყო ის ფაქტორი, რომ რაღაც გეიჯის ხელთათმანში რაღაც დაინახეს. მე ნამდვილად არ ვიცი გეიჯის ხელთათმანში ის რა იყო. არ ვიცი, მე თვითონ რომ მიბრძოლია, მე თვითონ მქონია ხოლმე რაღაც თუ ბინტი კარგად არ მქონდა დახვეული ან ხელთათმანი კარგად ჩაცმული, ეს ბინტი ამოვარნელი, მაგრამ ეხლა რთულია რა, იმ ვიდეოდან და სურათიდან გაიგო ზუსტად ხელთათმანის შიგნით რამე ქონდა თუ არ ქონდა თუ რა და როგორ მოხდა, შესაბამისად ეგეც მიზეზის მოძებნა არის და ერთი სიტყვით რა, მსგავსი მიზეზის მოძებნასო დოპინგზე იყო, ბრძოლა გაყიდა, ხელთათმანში რაღაცა ედო. ილიამ თვითონ არ იკადრა იქ ყველაფერი, ასე თქვა და არ თქვა რა, ვაშკასურად მიიღო ეს წაგება. და ზუსტად მაგიტო ვართ ჩვენ განსხვავებულები და მაგიტო გვაქვს ეს როგორ თქვა, სიამაყის განცდა ჩვენი მებრძოლებით, რომ ჩვენ თუ დავამარცხეთ მიზეზებს არ ვეძებთ, ძალიან ბევრისგან განსხვავებით. ჩვენ გვახსოვს, რომ მერამა როდესაც უმარს მოუგო, უმარმა ზუსტად მიზეზების მოყვანა დაიწყო, რომ ეს ბრძოლა მოვიგე, ხელი მქონდა მოთხილი თორემ ეს და ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი ჩვენ ძალიან არ მოგვეწონა. შესაბამისად, ეგ არ არის ის აქციელი, როგორც ჩემპიონი იქცევა. ჩემპიონობა არ არის მარტო ის, რომ ბრძოლა მოიგო. ჩემპიონობა მარტო არ არის ის, რომ კამარი გადაიკიდო. ჩემპიონობა არის ხასიათი. ჩემპიონად არ გაქცევს მარტო კამარი რა. ჩემპიონად გაქცევს შენი ხასიათი. და ილიას ეს ხასიათი, რომელიც მას აქ გამარჯვებებში თუ მარცხის დროს, რომელიც ახლა მან გამოავლინა და მას შესაძაც საქმე არ მიდის ისე როგორც მას უნდა, აი ზუსტად ეს აქცევს ილიას ჩემპიონად. ერთი სიტყვით რომ შევაჯამოთ, თუ მაინც და მაინც შეთქმულების თეორიაზე უნდა წავიდეთ, მე მართლა არ მესმის გეიჯი მის ტანში დარტყმები როგორ აიტანა და არ ვიცი რა, მაგას დროა ჩვენ, ანუ არ მიყვარს წინასალაპარაკი მაგაზე. არც ჯონ ჯონსზე არავის არ ეგონა და არც TJ Dillashaw-ზე რომ დოპინგის ან სტეროიდის ქვეშ იყვნენ, მაგრამ მე დროთა განმავლობაში დადასტურდა ეგ. შესაბამისად, რა იქნება გეიჯის გარშემო არ ვიცით, ამას ალბათ დრო გვიჩვენებს. მაგრამ მე ნაკლებად სავარაუდოდ მგონია ყველაფერი ზუსტად იმ მიზეზების გამო, რაც ვახსენე. ჩემი აზრით ეს იყო ბრძოლა, რომელიც ილიასთვის არ წავიდა უბრალოდ კარგად. ჩემი აზრით ილია გეიჯის 10-დან 9 ბრძოლაში დაამარცხებდა და ეს იყო ზუსტად ის ერთი ბრძოლა, სადაც სამწუხაროდ დამარცხდა. ყველაფერი გეიჯის სასარგებლოდ იყო რა. იქაური შეკრებილი აუდიტორია, რა ვიცი, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ძალიან ბევრს ნიშნავს იქაური აუდიტორია, რა მხარდაჭერაც გეიჯის ჰქონდა იმ მომენტში, რთულ თუ კარგ მომენტებში, რა ზემოქმედება და წნეხიც იყო ორივე მებრძოლის გარშემო. და ხო, სხვათა შორის ერთი ფაქტორზე მინდა კიდევ ვისაუბრო, პრესკონფერენციების დროს ჯასტინ გეიჯიც და ის ჰოკიტიც, რომელზეც არ მინდა იმ სიტყვებით შევამკო, რომელიც ჩემკობასაც რეალურად იმსახურებს,
ძალიან ცდილობდნენ რომ ნერვები მოეშალათ ილიასთვის. ძალიან ცდილობდნენ ილიაზე ზემოქმედებას და ილიას ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებას და ოდნავ გამოუვიდათ კიდევაც რა ჩემი აზრით და ილია იმდენად იყო ჩაციკლული პირველი რაუნდის ფინიშზე რომ ჩემი აზრით რაღაც მომენტებში ზედმეტად დააჩქარა ფინიში და რაღაც მცირე შეცდომები დაუშვა ალბათ თუმცა აქედან ისაუბრო ილიას შეცდომებზე მსგავს ბრძოლაში ძალიან მიჭირს მე როდესაც მეოთხე რაუნდი მორჩა და ალექსანდრე მივიდა ილიასთან უთხრა რომ ბრძოლას ვაჩერებთ და იქ თუ კარგად მოუკარიყო რამდენიმეჯერ სპეციალურად ხმაღლა მოусმინე ალექსანდრე ეუბნება რომ შემდეგში ჩვენი იქნება ანუ იმ მომენტიდანვე მოგებაზე ანუ იმ მომენტიდანვე რევანშის აღებაზე ფიქრობდა ალექსანდრეც და დარწმუნებული ვარ ილიაც პირველი მაგას ფიქრობს მაგრამ ხალხს უსვე რომ პირველ რიგში ჯანმრთელობა არის აუცილებელი და ანუ ერთ სული მაქვს რომ რაღაც ახალი ამბები გავიგო ილიას გარშემო რომ კარგად არის და რაიმე სახის ზვლის მოტეხილობები არ აქვს როგორც ტონის ფერგიუსონს ჰქონდა და რა ვიცი ხო ეხლა კი მინდა ვილაპარაკო იმაზე თუ ამ ბრძოლამ პირადად მე რა საბრძოლოდ ამიტოვა და რემატჩი რო შედგება და იმედი მაქვს რომ აუცილებლად შედგება როგორ უნდა მოიგოს ილიამ პირველ რიგში ძალიან მინდა რომ ილიასგან მეტი ჭიდაობა ვნახო იმიტომ რომ როდესაც ზემოდან მოექცა ილია გამოჩნდა რომ გეიჯის არანაირი პასუხი არ ქონდა ილიას ჯიუჯიტსა კონტროლზე, გრეპლინგზე და ჭიდაობაზე. რამდენჯერაც მიწაზე აღმოჩნდა ილია ზემოდან იყო, ტომაუნზე მაშინ გადადიოდა როცა უნდა და ზურგს უღებდა არმბარიცა და სამკუთხედიცა და პოზიცია საერთოდ არ დაუკარგავს. ერთადერთი მეოთხე რაუნდის ბოლოს იყო რომ უკვე ოფლიანზე და სიცხლიანზე და დაზიანებულზე ზურგიდან გასრიალდა და გამოუძრა, თორემ მეორე რაუნდში კარგად გამოჩნდა, მანდაც არანაკლები ზიანი ქონდა ილიას, მაგრამ კარგად გამოჩნდა რომ არსებობს დონეები პარტიაში და ილია 10 თავით ჯობია ჯასტინ გეიჯის მიწაზე. შესაბამისად ძალიან დიდი სურვილი მექნებოდა რომ ილიას უფრო მეტი ეჭიდავა და უფრო პრაგმატულად წამოიღო ბრძოლა და როდესაც ბრძოლასაც უყურებდი, აი ვეხვეწებოდი რომ აი ფეხში შედითქო რა, მაგრამ ნუ რთულია ბრძოლაში რაღაც გეგმაზე გადაერთო და რაღაც მაშინ როდესაც გინდა რომ რაღაც დაამტკიცო რა, განსაკუთრებით. ასევე, ჩემი აზრით, თუ ეჩხუბები ჯასტინ გეიჯის უნდა ეჩხუბო ისე როგორც ეჩხუბა მაქს ჰოლოვეი, თუ სტრაიკინგის მასტერ-კლასის გამართვა გინდა. არ უნდა ცადო რომ ჯასტინ გეიჯი მოკლა და ჯასტინ გეიჯი უნდა დაშალო დისტანციიდან და არ უნდა შემოიყვანო შენს თამაში, მის თამაში არ უნდა შეხვიდე და არ უნდა შეხვიდე გაცვლებში. ჰოლოვეიმ ზუსტად ექნა. ჰოლოვეიმ კი დააფინიშა ბოლოს, მაგრამ რეალურად ჰოლოვეიმ გააკეთა ის, რომ დისტანციაზე დატოვა ჯასტინ გეიჯი და ჯებებით და ტანში დარტყმებით შლიდა ეტაპობრივად. უბრალოდ ბოლო წამებზე უკვე დასაკარგი რო არაფერი აღარ ქონდათ, მან შევიდა გაცვლებში და რეალურად კი მაქს ჰოლოვეი ძალიან მაგარია, მაგრამ ფორტუნაში გაუმართლა, ცოტა იღბლმაც გადმოხედა და გათიშა ჯასტინ გეიჯი ბოლო წამზე. შესაბამისად, ჩემი აზრით, ილიაც იმის ნაცვლად რო აი ძალიან შეასკდეს, უნდა ჯერ დაშალოს, წყობილებიდან გამოიყვანოს, აიცულოს ჯასტინ გეიჯი რო გამოეკიდოს, ამ გამოკიდების დროს უნდა დააშობინოს შეცდომა და აი ამ შეცდომაზე უნდა გამოიჭიროს. ეგ არის ჩემი აზრით ერთ-ერთი მთავარი ფაქტორები, რაც შეიძლება რემატჩისთვის გასათვალისწინებელი ყოფილიყო. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ალექსანდრე თოფურია გვერდიდან, ჩემზე გაცილებით კარგად ხედავს ამ ყველაფერს და ჩემზე მეტი რამ დაინახა, რაც შეიძლება რომ გაკეთდეს, რაც შეიძლება რომ არ გაკეთდეს და იდეალურ გეიმ პლანს მოამზადებენ რემატჩისთვის. რა უნდა იყოს ილიასთვის შემდეგი და ჩემი აზრით ჯასტინ გეიჯი კი ამბობს, რომ რემატჩი ეგრევე არ მინდაო, მაგრამ ისეთი დიდებული მებრძოლი როგორც ილია თოფური არის, ჩემი აზრით იმსახურებს, რომ უმალ რემატჩი დაიმსახუროს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რემატჩი შედგეს მალე იდეაში და ძალიან რთული არის, ერთადერთი სანერვულო ფაქტი ეგ არის, იმიტომ რომ გააჩნია როგორი არის ილიას ჯანმრთელობის მდგომარეობა და რამდენ ხანში შეძლებს ის ბრძოლაში დაბრუნებას და თვითონ კომისიაც რა შანსებს, ანუ რა დროს გამოუწერს დასასვენებლად, ასე ვთქვათ რა, იმიტომ რომ კომისია იღებს გადაწყვეტილებას, რომ 1 წელი 6 თვე თუ რაღაც გარკვეული პერიოდი შენ ბრძოლა არ შეიძლება. შესაბამისად და თან ჯასტინ გეიჯი 38 წლის არის უკვე, თუ სწორად მახსოვს და არ ამგონია რომ დიდხანს დარჩეს ამ სპორტში. იმაზეც კი იყო ლაპარაკი, რომ ეს უკანასკნელი ბრძოლა უნდა ყოფილიყო ჯასტინ გეიჯის, მაგრამ არ ამგონია რომ ჯასტინ გეიჯისთვის ეს უკანასკნელი ბრძოლა იყოს. ჩემი აზრით ჯასტინ გეიჯი
რაღაც ბრძოლას აუცილებლად გამართავს ილიასთან თუ არა შეიძლება რომ თუნდაც პედისთან რემატჩზე გაიწიოს ან ოლივეირასთან რემატჩზე გაიწიოს ოლივეირასთან რემატჩი ყველაზე ნაკლებად მინდა სიმართლე გითხრათ იმიტომ რომ ოლივეირამ ისევ რომ მოუგოს გეიჯის მერე ძალიან დიდი პარადოქსი რჩება მაშინ გეიჯის რემატჩზე უნდა ეჭხუბოს კამრის მიღმა და კამარი ოლივეირას უნდა კონდეს და რაღაც ან კამარზე დათმობა მოგვიწევს ან გეიჯის დათმობა მოგვიწევს და არც ერთი არ გვაწყობს ჩვენ კამარის და გეიჯის ერთად გვინდა პედისთან რემატჩი შეიძლება გამართოს, იმიტომ რომ პედის იქნება მეორე შანსი მისცენ, იმიტომ რომ ძალიან დიდი სუპერვარსკვლავი არის და ფულს წერს რეალურად ორგანიზაციისთვის და იქნება რემატჩიც დაამარცხოს გეიჯი და მეერე მოხდეს ილიასთან ბრძოლა. და იგი იმიტომ რომ გონია რომ გეიჯი ახლა ისეთი სუპერვარსკვლავად იქცა, რომ ძალიან დიდ თანხებზე მიდის მანდ ლაპარაკი და გაწურავს მაქსიმალურად გეიჯი ამ შესაძლებლობას რომ ფული იშოვოს. და უკვე შემდგომ ისე უნდა მოხდეს ყველაფერი, რომ ილიასთან რემატჩი აუცილებლად უნდა შედგეს. იქ არ უნდა დაგვაუწყოს, რომ კონორ მაგრეგორი და მაქს ჰოლოვეიც ჩხუბობენ, ასე ვთქვათ, და თუ ჰოლოვეი დაამარცხებს კონორს მაშინ, რა თქმა უნდა, 70-ში ჩამოვა ისევ თავიდან და ერთხელ უკვე დამარცხებული ჯასტინ გეიჯის გამოწვევას ეცდება, რომ 70 კილოგრამის კამარი მოიპოვოს ჰოლოვეიმ. ან თუ სასწაული მოხდა და მაგრეგორმა დაამარცხა ჰოლოვეი, ჩემი აზრით, შუაზე გაიხევა და 70-ს დააფიქსირებს იმისთვის, რომ გეიჯის ეჭხუბოს, იმიტომ რომ თუ ჰოლოვეის დაამარცხოს გეიჯისთანაც ექნება შანსები. ან ძალიან ბევრი ოფცია არის თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მომავალი და ეგ ყველაფერი არის დამოკიდებული ჩემი აზრით იმაზე, თუ პირველ რიგში როგორი იქნება ილია თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობა და არ ვიცი რა, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი იქნება კარგად და პირველ რიგში იქნება ჯანმრთელი, იმიტომ რომ რავი, ჩემთვის ილია არ არის უბრალოდ რაღაც როგორ ვთქვა. ვიღაც მებრძოლი რა, რომელმაც უბრალოდ მინდა რომ მოიგოს ან წააგოს ილიას გამო საქართველოში MMA საერთოდ სხვა დონეზე ავიდა. პირადად ჩემზე რო გითხრათ ილიას გამო, ხო, შეიქმნა რკენა, იმიტომ რომ ყურადღება გაიზარდა. ყურადღება რო არ ყოფილიყო მსგავსი ორგანიზაციები არ გაკეთდებოდა საქართველოში. მსგავსი ორგანიზაციები რო არ გაკეთებულიყვნენ, ძალიან ბევრ მებრძოლს ჩემი ჩათვლით შანსები არ მიეცემოდა საქართველოში და გზები არ გაიხსნებოდა საქართველოში. შესაბამისად, ილიამ ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ და რა ვიცი, მე ძალიან დიდი მადლიერი ვარ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოდესმე რავი ილიას მეათეც მაინც გავაკეთებ. და მინდა კიდევ ერთხელ რა ვიცი, გამოჯანმრთელება, ჯანმრთელობა ვუსურვო აქედან და აუცილებლად უფრო ძლიერი დაბრუნდები. Let's go.